ეს უჩვეულო ამბავი ერთ ჩვეულებრივ, სავსებით ნორმალურ და საკმაოდ რეალისტ ადამიანს გადახდა თავს. ისეთ რეალისტს, რომელიც ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა ყველაფერ უჩვეულოს და ირეალურს. სხვათა შორის იმ პერიოდშიც, როდესაც სხვადასხვა უცნაური მოვლენების ხალხს სჯეროდა. თუმცა მოვყვეთ თავიდან. ერთ მშვენიერ საღამოს ჩვენი რეალისტი გმირი სახლში მარტო, ანუ მეუღლის გარეშე იყო. ყველაფერი ჩვეულებრივად ხდებოდა, ჩვენი გმირიც ჩვეულებრივი საქმით იყო დაკავებული. მერე შუქიც ჩაქრა, როგორც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე და აი აქ მოხდა რაღაც უჩვეულო. ჩვენმა რეალისტმა გმირმა საკმაოდ არარეალური რამ დაინახა. ეს რაღაც გამოსცემდა ხმას და რაც მთავარია უცნაურად ანათებდა. ჩვენი გმირი თავიდან ძალიან შეშინდა, მაგრამ ბოლოს ჩათვალა, რომ გადაღლილობისგან მოჩვენებები დაეწყო და დამშვიდდა. მეორე დღეს უცნაური არსება თუ არსებები ისევ ესტუმრნენ რეალისტ მამაკაცს. თუმცა მისგან განსხვავებით მისმა მეუღლემ ვერაფერიც ვერ დაინახა. სამაგიეროდ ჩვენმა გმირმა უკვე იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე. ესენი იყვნენ არც მეტი, არც ნაკლები უცხო პლანეტელები. ხო, ამ დღიდან ჩვენმა გმირმა მოსვენება დაკარგა. მის სახლში უჩვეულო ამბები ხდებოდა, ქრებოდა ნივთები, დროდადრო მოძრაობდნენ საგნები. ხოლო თავად ჩვენი გმირი უცნაურ ცვლილებებს ამჩნევდა საკუთარ თავს. არა, მთლად ასეც არა, მაგრამ მაგალითად უცხო არსებების ვიზიტის შემდეგ მან წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა არ გაეგო და არ დაენახა უცხო არსებები, თავის დაუნებურად მაინც ემორჩილებოდა მათ ბრძანებებს და იმ ადგილებში ან იმ ადამიანებისკენ მიდიოდა, სადაც საფრთხე იყო მოსალოდნელი. ჩვენი რეალისტი გმირის არც ისე რეალისტურ მონათხრობს უცხო პლანეტელებთან კონტაქტის შესახებ, რა თქმა უნდა, არავინ იჯერებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი რამდენიმე წინასწარმეტყველება ახდა, სიტუაცია შეიცვალა, ოღონდ უარესობისაკენ. ჩვენი გმირი უბრალოდ უბედურების მომტან თუ რაღაც ცუდი აურის მქონე ადამიანად ჩათვალეს და სასწრაფოდ შეაქციეს ზურგი. სამაგიეროდ ზურგი არ შეაქციეს და პირიქით მისი პიროვნებით ძალიან დაინტერესდნენ გარკვეული პროფესიის ადამიანები. და რაც უფრო დიდ ისტორიებს ყვებოდა ჩვენი გმირი, მით უფრო დიდი იყო თეთრხალათიანების ინტერესი მის მიმართ. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი რეალისტი გმირი საკმაოდ რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ჩვენი მრავალფეროვანი ცხოვრება მრავლის მეტყველი და მრავალმნიშვნელოვანი საოცრებებით აახსავსე. რა ხდება იმ იდუმალების სამყაროში, სადაც ადამიანის გონება უძლური და ხშირად უმოქმედო ხდება. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ, ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს მივმართეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. რაც საკითხში არის და ტელევიზიით მინახავს, ისეთი ადამიანები ამბობენ ამაზე, მე მგონი ცოტა მაინც უნდა დავიჯეროთ. მე მგონია რომ მე მჯერავს, იცით? ალბათ რაღაცა არსებობს, თორე ეს ერთი მოიტყვილებს, მეორე ხوار არ შეიძლება ესე. ალბათ რაღაცა არსებობს. ესე რომ შუაქუდეში მოფრინდება, დაждდება და გადმოვლენ ესეთი ორი დიდი ყურით ადამიანი და დაждდება და გამარჯობა გეტყვის და შეგეშინდება. ეგრე არა, თქმა უნდა, ხო ხდება მაშინ ესეთი, მაშინ არ უნდა ხდებოდეს, არა? 80% მჯერა. ეს ყველაფერი სიცრუეა. მე არ მჯერა ესეთი რაღაც, რომ თუნავით აქვს თეთრი ჩაიბრენ ანათებს და ჩავნელებულ თulis გაანათებს ეგეთი რაღაც არ მჯერა. როგორ შეიძლება ჩვენ მარტონი ვიყოთ იმ უზარმაზარ გალაქტიკაში, სადაც ამდენი პლანეტა, ვარსკვლავი თუ მეტეორი ბინადრობს? არა და კიდევ ერთხელ არა. ერთ დღეს მართლაც შემთხვევით თითქოს აი თვითმფრინავი რომ მიდის, აი თვითმფრინავი ხო ციმციმებს, არა, როდესაც მიდის. და რაღაც იყო ისეთი, მაგრამ როგორ იყო ისეთ, ეს ადგილზე იყო. და ყოველ ღამე, აი რამოდენიმე დღის განმავლობაში ერთი და ადგილზე, ერთი და იგივე იმითი ჩდებოდა ესა. ესეთი რაღაცა გაინტერესებს, რაც უცხოა, ხო? ყარებს არ ნახია თვარე კიდე სატურნი, ხო? შეიძლება ცხოვრ ვიღაცა, ხო იქან ლუნთო რაღაც ძეან რაღაცა და შეიძლება თქვა, რომ მე ვიყავი თვარეზე ძეზე გუშინო, ან თქვა ახალია მოიგონა მე მის შეამოწევს ხა და თქვა რომ ძეზე არის რაღაც წყალი, დუქს. შეიძლება არ ვიცი. გავიხედე დავინახე შემოვიდა ორი ადამიანი. ადამიანი იყო თუ რა იყო ჯერ არ ვიცი. იქ იაყენა რაღაცა უცხო მანქანა გზაზე და ბლაფრინავს ესეთი თვითმფრინავი. და მეუბნებიან ჩვენთან ერთად წამოდით. ხო და რომ არ წავედი
ვარწევედი მერეთ რომ ცოტა მაგლა 4 მეტრაზე რომ აფრინდა რომ არ მიყვები ისევით მე მივხვდი რომ მეორე მუთხრა რაღაცა კიბე ჩაუშვიო და ამოვა იმ კიბითო მაგრამ მე ჩამოუშვეს კიბე როგორ შეიძლება ესე ედვარდ ამბროსოვიჩმა იცის ეს ამბები? საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი ტყვის პირას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მუსიკოსი, ეს ბატონი თემურ ციკლაურია. რომლის ნიჭსაც ამ ნიჭის ერთ-ერთ გამოვლინებას 30 წლის განმავლობაში აშკარად ხედავდა საზოგადოება. უпростоრად ყურად ღებით ისმენდა. მაგრამ რომლის დაფარული ნიჭის შესახებ მარტო თვითონ იცოდა. რატომღაც ეს მაინტერესებდა რაც კი თავი მახსოვს რომ სად არის ბოლო რატომღაც ეს ყოველთვის ეს ქონა თავში და სად იწყება რატომ ქონა არ ვიცი და მე ვიცოდი რომ 32 დღეა კალენდარში როდის ან საიდან გამოიღვიძა ამ ნიჭმა ცნობილი არ არის. თავი არ დამირტყია მართალი გითხრათ ეს ბევრი ამბობს რომ თავი დავარტყი და იმის შემდეგ დაიწყო ყველაფერიო რა თავი არ დამირტყია მახსოვს რომ არაფერი არ მოსული ეგეთი შემდეგ ნუ რამე შიშის შეშინებული არ ვარ შეშინებული მე მაშინ წავიდოდი შემილოცავდნენ გასულა შეიძლება იმიტომაც რომ ბატონ თემურს უცნაური მოვლენების არ ეშინია არ არის შეშინებული და ერთ მშვენიერ დღეს ის ბევრისთვის საიდუმლოებით მოცულ და საშიშ ფენომენს ეკონტაქტდა. ვაიმე დედა ეს ხომ უცხო პლანეტელები არიან რატომ არიან ან როგორები არიან ისინი ამის გაანალიზებას ბატონი თემური არ აპირებს. ბევრი რაღაც ისეთ საინტერესო ფაქტებია მაგრამ მე ადრეს ვთქვი რომ მე არ ვარ ამაში კომპეტენტური ამიტომ მე არავითარ უფლება არ მაქვს მე არავითარი რაიმეს ხელი შევახო. ხოლო იმ თემაზე რაშიც ბატონი თემური აშკარად კომპეტენტურია ოხ ეს მუსიკა თამამად საუბრობს ჩვენთან და თქვენ წარმოიდგინეთ უცხო პლანეტელებთანაც. თანაც ეპისტოლარულ ჟანრში მუსიკას რაც შეეხება შემდეგ თხოვე სანოტო სისტემის და მათი გამოგზავნა. აღმოჩნდა რომ სანოტო სისტემაში 9 ხაზია და 12 სანოტო ნიშანი. უფრო მეტიც, უცხო პლანეტელებმა ბატონ თემურს საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებიც გამოუგზავნეს. მურაბა და წიწაკა ერთად რო ჭამო. როგორ შევარდა რო არ ვიცი, რა ვიცი ახლა. ფრედ განსხვავებული ჟღერადობა ქონდა თვითონ. როგორ გაგრძელდა და დღემდე გრძელდება თუ არა კონტაქტი უცხო პლანეტელებთან? მოგვიყევით რა. ზუსტად ვერ დადგინდა. მე ყველაფერს ვერ მოგიყვებით მათ. მართლა გეუბნებით არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩათვლიან რომ თემური მისაო რა. სამაგეროდ გავარკვიეთ რომ მათ აქვთ იუმორის გრძნობა. მე ხუმრობის სახით თხოვე რომ გასტროლებზე წავეყვანე ამ პლანეტაზე. მითხრეს რომ არაკონვერტირებული ვალუტა გვაქვს იმ პლანეტაზე და საქართველოს ახლა აქ იმასთან ვერ გადაახურდავებოდა, ამიტომ არ წავეყვანეს რომ ისე ვაპირებდი ცოტა ხანი 1-2 თვე წავიდოდი იმუშავებდი და მათ შესახებ მეტის გაგება უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. გადაღების დროს გაითიშა განათება, გამოირთო მიკროფონი და ბოლოს საერთოდ ჩაქრა შუქი. თლა სერიოზულადაც არ შეიძლება ასე დაბარაკი. საქართველოში აღარ მოფრინდებიან, იმიტომ რომ ეკოლოგიური საკითხი გადაწყვეტილია. არც ერთი ქარხანა არ მუშაობს, არც ერთი არაფერი არ მუშაობს საქართველოში. ეკოლოგიურად სუფთები ვართ უკვე, მე მგონი ბატონებო. გავსუფთავდეთ რაღა უნდა აქ უცხო პლანეტელებს. თუმცა ერთ რამეს საიდუმლოდ გეტყვით. ისინი მეგობრებს არ ივიწყებენ. ძალიან ჰუმანოიდური სიუჟეტის დასასრული.
სოფლიოში არსებობს უამრავი პიროვნება, რომლებიც აქტიურად იკვლევენ პარანორმალურ მოვლენებს. საქართველოში უფოლოგიით პირველად 1989 წელს დაინტერესდნენ. ახლად აღმოცენებულ საქმეში ქართული სამამულო წვლილი ბატონ თალეს შონიას შეჰქონდა. სხვისი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ყველაზე კარგად ამ საკითხში სწორედ თალეს შონიას შვილი, ირაკლი შონია გაგვარკვევდა. წელს კი უბრალოდ ახალ წელს ხელახლა ჩამოვაყალიბეთ და ვარსეთ ისევ ასოციაცია ადამიანი გარემო პატარა ცვლილებებით შენ. უკაცრავად და რას იკვლევთ თქვენ? ასოციაცია იკვლევს იმ ანომალურ მოვლენებს, რომლებიც ხდება საქართველოში. ანუ უცხო პლანეტელებს? ნუ სიტყვა უცხო პლანეტელს საერთოდ ვერ იღებ. რატომ? არ არსებობენ? შეგვიძლია არ უარყოთ, თქვათ, რომ არსებობს რაღაც ჩვენზე უფრო განვითარებული ცივილიზაციები, ჩვენი მსგავსი და არაერთი დაუშვათ, არამედ რამდენიმე, რომელსაც რაღაც თანამეგობრობა თუ თანამშრომლობა აკავშირებს. როგორები არიან ისინი? ჯუჯიდან დაწყებული 3 მეტრიან კაცამდე, იქ ჩვეულებრივი ტიპებიც, იქ კავკასიური ტიპებიც იყვნენ, იქ სამთვალიანი მომენტებიც იყო და სხვადასხვანაირი. და ვის ირჩევენ საკონტაქტოდ? ჩემთან არ მოვლენ? სხვა მომენტები არჩევაში, რომელიც ჩვენსგან დამოუკიდებლად არის. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არ არის ჩვენი გამოწვეული მომენტი და ჩვენი ფსიქიკის და ფანტაზიის გამოწვეული მომენტი, რა ეს არის რაღაც ჭკვიანური ძალიან არჩევანი დაყნობილი რაღაც კრიტერიუმებს. რატომ მოდიან საქართველოში ასე ხშირად? ეს ისტორიულად აი სადაც დიდი ახსნება არის ხოლმე, თქვათ აი ხალხის მასების იქ ეს კონტაქტებიც უფრო მომძლავრებულია ხოლმე. კი, მაგრამ რა უნდა ჩვენგან რომ მოდიან? ამ ქართულ კვლევაში არ არის აი მოტაცების მომენტი. ყოველთვის ყველა კონტაქტში ადამიანის თანხმობით იყო, თქვათ, იქ კონტაქტი თუ კონტაქტის გაგრძელება თუ იგივე რაღაც ახალ ტექნოლოგიებთან დაახლოება. ბოროტ ძალასთან, ან ძალასთან, რომელიც აპირებს, თქვათ, რაღაც ცუდის ჩადენას, სუბუგად რო თქვათ, ჩვენს მიმართ საქმე არ აქვს. გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის. თქვენ უყურებთ ყველაზე ზედაპირულ გადაცემას იმ გადაცემებს შორის, რომლებიც გაკეთებულა ამოუცნობ მფრინავ და არა მარტო მფრინავ ობიექტებზე. აბა